სკოლის დამთავრებიდან 55 წელი გავიდა. ნახევარ საუკუნეზე მეტი დრო, მთელი ცხოვრება. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ბევრი გზა გავიარეთ, ბევრი ადამიანი შევხვდა, ბევრიც დაგვაკლდა, მაგრამ ერთ დღეს ისევ შევიკრიბეთ და აღმოვაჩინეთ, რომ დრო ყველაფერს ვერ ცვლის. ერთმანეთის დანახვისას თითქოს ის 55 წელი სადღაც გაქრა. ისევ ის ბავშვები ვიყავით სკოლის ეზოში, რომ ვიდექით, ერთმანეთს მომავალზე ველაპარაკებოდით და წარმოდგენაც არ გქონდა თუ როგორი იქნებოდა ცხოვრება. ერთმანეთს ვუყურებდით, ვიცინოდით, ძველ ამბებს ვიხსენებდით. ზოგიერთი ისტორია უკვე იმდენჯერ გვაქვს მოყოლილი, რომ ყველა წინასწარ ვიცით. ვინ რა სიტყვის, მაგრამ მაინც გვინდა კიდევ ერთხელ მოვისმინოთ. იმიტომ რომ ეს ისტორიები ჩვენი ახალგაზრდობაა. ჩვენი ცხოვრების ის ნაწილი, რომელიც ვერასდროს დაბრუნდება, მაგრამ არც არასდროს გაქრება. მერე მასწავლებლებზე ჩამოვარდა საუბარი.
გავიხსენეთ ადამიანები, რომლებმაც ჩვენს ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვეს. მათი გაკვეთილები, ხმა, მზერა, მკაცრი შენიშვნები და ის სითბოდ, რომელსაც მაშინ ალბათ ბოლომდე ვერ ვაფასებდით. დღეს უკვე სხვანაირად ვუყურებთ მათ შრომას. ახლა უფრო კარგად გვესმის, რამდენი რამ მოგცეს მათ. ცოდნაზე ბევრად უფრო მეტი. შემოხვალ ჩემთან თეთრი ხელები მოხვალა დაღლი მეტყლი როგორ ხარ მოხვალ და ვიცი მომეფერები გაყოფილი ვიყავით მირო და თამარა. მირო იყო კაკაცია და ის თამარა თამარა კვარაცხელია, მაგრამ წარმოგიდგენია ავამტყოფი ქალი იყო სათავშორის სკოლის ავამტყოფი. ისი 90 წელი უცხოვრია. იგი ხალი არა. ხოდა წარმოგიდგენი ახლა გაყოფილი ვარ და ფეხბურთს თამაშობ. ორი გუნდი იყო ბერგია. მირო და თამარა და ყველა ზარქუები მოხვდნენ ესე იგი მიროსთან. ყველა სტადიონზე დადიოდა, ვარჯიშობდა, ყველა სპორტული, ყველა მაგრები და მე ვიყავდა, ესე იგი, მე ვიყავი ერთადერთი კაცი, რომელსაც მაგრად მიყვარდა ფეხბურთი ამ თამარას იმაში. ვინ მყავდა ეხლა? მყავდა შოთა, რომელსაც ფეხბურთი არ უყვარდა. ბურთი კი არა რა, ვიცია. შვარკას უჯინგონ თიმუარ ვაფშე. მეორე კვარაცხელია ის თენგო. იმალას თამაში არ იცოდა. და ბორია მყავდა ერთი, ბორია. ერთადერთი კაცი მყავდა. ეხლა ბურთი ისე არ იცოდა, მაგრამ სტრაფი იყო, მაინც. აი ამით გავდიოდით, მაგრამ ყოველთვის ვაგებდით. ამათ ვერ მოუგებდით. ელგუჯა გას მოუგებდე, ელგუჯა მხეცი იყო, ელგუჯა. აი გეუბნები რა. წალენჭიხის ესე იგი ის დაღდი გუნდი რო იყო, ყოლმეურნე იქ ითამაშებდა ისეთი იყო, ელგუჯა, ლევი ეს ამასაც მაგარი ნუგზარი. ლასაკა ტექნარი აკადავკატოთ მეკარე. მე არ ვიცი რა და სულ აგებდით, მაგრამ ერთადერთი ვიყავი რომ რაღაცნაირად ბიჭებო დავაი არა რა ესე იგი ვერ მოუგებდით ამას რა გამორიცხული ამბავი იყო რა მოდა ოლაფინეკო ბრაზილიას ნაკრები ოლაფინეკო დაუშვა დიდაწმა წაინჯი ხალხო მანდერბორდით რა ესე რამდენი წელი შესულდა დღეს 55 ხო? ო თვითონაც აღიარებენ ეხლა რომ მაგარი სხვაობა იყო ეხლა просто ერთი ორი კაცი მაინც რომ უყოლოდა ჩვენ მაშინ ვითამაშებდით კიდე თანაბრად თვითონ პირველი კლასი გახსოვთ? პირველ კლასში სხვათა შორის მე როგორ არის იცი ცოტა ისეთი ბავშვი ვიყავი ცელკი პირველი კლასი დავიწყე იქიდან პირველი სკოლიდან პირველიდან მესამემდე იქ ვიყავი და მესამედან მერვეს ჩათვლით ვიყავია და ისეთი დავამტყავი იქაც ვყავს მეგობრები და ახაც დიდად მე და შენ ერთად ვიყავით შურასთან ბავშვი და მანია იყო შენ ეპრა რომელიც ტირო და გახსო და ვინ იყო პირველი მასწავლებელი თქვენი? დაწყებული ეპრა კაცი. შენი ეპრა კაცია. ჩემი და ფრიდონისი და მარინესი იყო ისა შურა კობალია ჩვენ ეპრასთან ჩვენი იყო ეპრა. მე არ გამომედი მესამე ერთს მოყვები კიდე ეხლა ეს სულ ფეხბურთს ეხლა რაღაცა გვიცდებოდა გაკვეთილი მე მგონი და ყოველთვის ფეხბურთის თამაში იყო და რაზეა ლაპარაკი და თამაშობთ ფეხბურთს მე მგონი ისევ მირო და თამარა მეჯიბრები ერთმანეთს ბიჭო გავიხედე და მამაჩემი არ შემოდის კაცო სკოლაში დაიბარა ვინმე სკოლის დირექტორმა არ ვიცი ეხლა რა ხდებოდა ან თათბილი იყო რაღაცა ხო იყო ხანდახან დირექცია რო რაღაცა ხო და რო დაგვინახა ამან რო ფეხბურთს რო თამაშობ და აჩერდითო ბავშვებო ბურთი არ წაგვართ რა კაცო ისე მეწყინა ეს მამა რაშვები მეთქი გვიცდება მეთქი გაკვეთილი მეთქი აი რა გავდეთ მარგალი როგორ მურე მაკუწიდო ესე გეთე ქიგმოწეს ავჩარკა სია ავჩარკა რახან პოლიციელი იყო მამაჩემი ავჩარკა ქიგმოწეს გავიხსენეთ ის ადამიანებიც, რომლებიც ოდესღაც ჩვენს გვერდით იყვნენ და დღეს ამ შეხვედრაზე ვეღარ მოვიდნენ.
მათი სახელების ხსენებისას სიხარულს თითქოს მცირე სევდა შეერია. თითქოს ისინი უხილავად შემოგვიერთდნენ და ამ შეხვედრის ნაწილიც გახდნენ. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი შეხვედრა მხოლოდ მოგონებებისთვის არ დაკვეთმო. ორი დროშა. ორი დროშა გასკამდეს ხოლმე მოდის ყუაც მაინჯებოდო დიდე ბრაჟალიო დიდო ყურთაგე ამჩკოდეს ხო, შუშან ხარდო. ხორშნა. სუჟან მიწინდეს ხანგე ყვა ოჯახშა მიმინგას პანანია უჩა მიმინგას პანანია ოჯახ სუჟა ხანგად ხალე. არის ჩემი თვალები ისე მოგერი მე შენს ვფიქრობ და თითქოს ხედა ვფიქრობდა ისე დღეამ სიანი ძვირფასო მოსვლარა გაგიძნელდა ძვირფასო რისთვის გაიგია სტუმრებმა დაათვალიერეს წალენჯიხის არტ-მეურნეობა, სივრცე, რომელიც დღეს უკვე ჩვენი ქალაქის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა. იქაც წარსულსა და აწმყოს შორის თითქოს უხილავი ხიდი გაჩნდა. ძველი თაობის ადამიანებმა ნახეს ის, რაც დღეს იქმნება და ვითარდება. იგი სურათებს იყიდება დიდებულად, ისეთი ლამაზი სურათები არა. იმპრესიონისტების ნახაც მოგაბონეს. ხო და აპირობა მოხდა. არა, მე თუ იკადრებენ ამ დარბაზს ვაჭრობ ვერ ფოტოს კარგ შარჩოში ჩავწერ. აი ასე. კაი ბიჭებია. მაგარია. ყველა საგანჯიხანები ვარ რამდენი წელი შესრულდა სკოლის დამთავრების? 40 გინდა მაინც და მაინც 55 და განწყობა აი 55 წლის შემდეგ განწყობა როგორი გაქვთ? არა ჩვეულებრივი. გული არ ბერდება? ისე ისეთები ვართ ჩვენ სულ არ აღვზნობთ ამ ახლა შენ თუ გინდა მე მარინასთან პროექტში ჩავდე დღევანდელი ღონისძიებაში ვითამაშოთ თუ სკოლის ეზოში ვითამაშოთ თუ ორი დროშა. იცი შენ ორი დროშა? არა. დედალს კითხე ჩვენ სკოლაში აგեցი. ერთი ჭიშკარი ქონდა ეგ წინა ხარიდან სკოლას. და ჩვენ ზარქოები სოფლიდან იქიდან შევდიოდი. გვერდითი კარი. და იქ რა გაიწებებდო. ბოძი გაერთი. არა, შუქის. იქ პატარა კარტა. და იქედა ორი დიდი ხე. ერთი ხე იყო დროშა, მეორე დროშა იყო ბოძი და რა არის ახლა ორი დროშა. შუაში არის სტადიონები გაყოფილი და თქვა მე და მარინა ვიყავით ერთი მასში და ერთია და ნანი მეორე და სირვე ესე იგი შენ უნდა გაქცეული ვიყავი არ უნდა შეგხებოდა მოწინააღმდეგე და დროშას არა ყველაზე სწრაფი იყო ინეზა ასე დროშა ლახტის თამაში იყო კიდე. ლახტეს კამარი. ეროს თამაში. ერო გითამაშია? ერო რა იცი? ჟურნალისტი არიცი კალამი. ასე კალამი იყო როგორც იცი? ავაგდებდით და ეს ბაყაყებით უნდა გადმოგიეტრიალებინა და იგებდი შენ და შენი. ვერ გადააბრუნებდი წაგებული იყავი. ეს არის ისა ხაზი. ხასტამი დაადებეთ ჩვენ შემოვიტანეთ კაზინო ჩვენ სკოლა ვაგროვებდით ხურდებს დავდებდით ბერვა ასე იყურე
ასე ყველანი დოლიას დავდეთ 20-იანი ხაკი ხურდებს ასე ავაწყობდით და შორიდან ვისრობით გულებს ან რკინა ტყვია ქონდა ადუღებული პატარა 2 ლარიანის ხელა და ვისიც ახლო იყო ისი დაარტყამდა პირველი. ახლა მე რას იგებს ამ ხელა დახვევებულ პულს რო დაარტყამ რამდენიც ამოტრიალდება ის შედია მე მახსოვს შენი ბეჟანი იყო ამაზე ის ცაცია იყო და ცაცია იყო ხო კი როგორ არ მახსოვს და მე მომწონდა ლახტი ხო ლახტი კიდეული იყო კი ახლა უკვე ბევრი რამ ვიცით ცხოვრების შესახებ ვიცით რამდენი დრო სწრაფად გადის ვიცით რომ ზოგი შეხვედრა უკანასკნელი შეიძლება აღმოჩნდეს ვიცით რომ ადამიანები რომლებიც დღეს ჩვენ გვერდით არიან ხვალ შეიძლება მხოლოდ მოგონებად დაგვრჩენ ამიტომაც არის ასეთი ძვირფასი ეს შეხვედრები ამიტომ არის რომ დღეს ჩვენ უბრალოდ სკოლის დამთავრების იუბილეი კი არ აღვნიშნეთ ერთმანეთს კიდევ ერთხელ დავუმტკიცეთ რომ ჩვენი ახალგაზრდობის ის პატარა სამყარო ჯერ კიდევ არსებობს 55 წლის შემდეგ ისევ ერთად ვიდექით სახეები შეცვლილია წლები დაგვტყობია მაგრამ ერთმანეთის დანახვისას ის ძველი სახელები ხმები და სიცილი ისევ გვახსენდება და ალბათ სწორედ ეს არის ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი წლების მიუხედავად შეგეძლოს უკან გაიხედო და თქვა მე ეს ადამიანები მყავდა ჩემს ცხოვრებაში და ისინი დღემდე ჩემები არიან ჩვენი შეხვედრა დასრულდა მაგრამ იმედი დარჩა იმედი რომ კიდევ შევიკრიბებით კიდევ გავიხსენებთ ჩვენს მასწავლებლებს მეგობრებსა და თანაკლასელებს კიდევ დავინთებთ სანთლებს მათთვის ვინც ჩვენს გვერდით აღარ იქნება და კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ იმ დღეს როცა 55 წლის წინ პირველად დამემშვიდობეთ სკოლას და დიდი ცხოვრების გზას დავადექით 55 წელი გავიდა მაგრამ ზოგიერთი მეგობრობა დროს არ ემორჩილება ზოგი მოგონება არ ბერდება და ზოგი შეხვედრა ყოველთვის თავიდან იწყებს ახალგაზრდობას შენ 15 წლის გახდი წელს და თითქოს დიდი ხარ შემხდები ჩამივლი გვერდს სკოლისკენ მიდიხარ ვჩერდები გაყოლებ თვალს ნუ თუ ეს შენ ახარ ფიქრებში გიტოლებ თავს შენ ჩემს გვერდით ახარ მერვე კლასელო შენ ვერც კი ამჩნევ ალბათ რა სწრაფად გადის დრო რომ დაგიძახო და შეგაჩერო ჯერ ისევ პატარა ხარ მერვე კლასელო მოვდივარ სკოლიდან და ბოლოს არის ხმა მოისმის შორიდან თითქოს ეს ქუჩები ზღაპრულად ირთვება და ჩვენთვის ახალი ცხოვრება იწყება მერვე კლასელო მერვე კლასელო შენ ვერც კი ამჩნევ
გიძახო და შეგაჩერო ჯერ ისევ პატარა ხარ მერვე კლასელო ზოია ქუხილავა არის ჩვენი კლასელი. ზოია ქუხილავა არის მოსკოვშია. ამ ზაფხულს არ ჩამოსულა, ჩამოდის ხოლმე ყოველ ზაფხულში საქართველოში, მაგრამ ამ ზაფხულს არ ჩამოსულა და შარშან ვიდეოები დაველობა რა თქმა უნდა. ხოდა მის მაგალითშია აი ორი ტოპი შეუგეგდა Rastrapat gadis dro Rom da gizakho Da shegachero Jeri seu partaracha Merve klase Summer